ტრადიცია ესეთი მე გულს ყოველთვის სოილო პაკეტად იჭერ და ეს გული ცოტა ჩადი არ არის
არა, ჭრით ხომ ეტყვი. არა, ახლა ამაჭრეთ. მოდი რა მოვჭრეთ. გამარჯობა. დადგმართ ყველა? დადგმარ. ბატონ ბიძნა. უყურებდით რაც ხდებოდა? ვუყურებდით ესეთ არაორგანიზებულებაში, ესეთ არაორგანიზებულებაში ორგანიზაცია რომ გააკეთოს და საოცრება. ესეთ რამ სოფლიოში შეიძლება არსად არ ხდებოდეს. ასეთი ხალხია გურული. ცოტა კრიმანჯულს გავს. რამდენი ხმა და როგორი ორგანიზაცია. მე მგონი ესეთი საოცრება არსად არ არის. ბატონ ბიძნა, ბოლო 6 თვე შეაფასეთ და სამომავლო საქართველოს სამომავლო გეგმაზე თუ შეიძლება კიდევ ერთხელ გვითხრათ, ასევე საქართველოს გამძლეობაზეც გააკეთეთ აქცენტი და რა თქმა უნდა, აი მე ჩემს გამოსვლაში, როდესაც მომღერლებთან ერთად ვიდექი. აი გრძელდება, ჩვენ ახლა უშუალოდ ძალიან საინტერესო შემთხვევებს. ანუ მე კითხავ კადრებთან დაკავშირებით, გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით თქვენი ყავთ ეს ზოგადი მიმოხილვა მაგაზე უკვე თქვია ალბათ და საკმარისია, ხო? მაინტერესებს თქვენი პოზიცია და ზოგადად კადრებზე? ხო, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კადრები, რაც არსებობს. არის თუ პოლიტიკური ნება, რომ თეატრ განადგურდეს არსებული მასალა და ზოგადად რას ფიქრობთ ესეთი ტიპის მასალების გამოქვეყნებაზე და გასაჯაროებაზე? თქვენ ალბათ ხედულობაში გაქვთ ახლა რაც გამოქვეყნდა ბოლო მასალა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ვისი გამოქვეყნებული უნდა იყოს? ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. ეს თქვენი დღევანდელი პროკურატურის გამოქვეყნებულია. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, აი ჟურნალისტები ხართ? თქვენ როგორი გაქვთ წარმოდგენა, ვის შეიძლებოდა გამოექვეყნებინა ეს მასალები? მავიწყდება ამ მამაკაცის გვარი ფარისაშვილზე. თქვენი აზრით, ვის ინტერესში იყო ეს? თქვენი პროკურატურის გამოქვეყნებულია ეს პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ესე გონია, თქვენ ესე გაქვთ ეჭვი ჟურნალისტებს? თვითონ ამბობს, რომ რა თქმა უნდა, უნდა დაადგინოს, მაგრამ აი ეჭვის საფუძველი. თქვენ ესე მიგაჩნიათ, რომ შეიძლება და თვითონ არა, ეს გასაგებია ყველაფერი. მე მაინტერესებს თქვენ როგორ ანალიზს აკეთებთ, ვის ინტერესში შედიოდა ეს? ნუ თუ ესეთი სულილია, თქვათ, თავარი პროკურორის პირველი მოადგილე ნაცვლიშვილი ან ხვედელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ან გია ხუხაშვილი, რა შეჭირდებოდათ მათ ეს? ვის შეჭირდებოდა ეს? თული ასახსნელია. არა, ჩემი ვერსია მარტივია. ამ კადრებს ვინ იღებდა? ვისი პროფესია იყო ეს კადრები? ნუ თუ თქვენ ეჭვი გაქვთ რომ ჩვენ ნუ თუ თქვენ ეჭვი გაქვთ რომ ახალი ხელისუფლება შეიძლება ამით იყოს დაკავებული, თუ ამის ეჭვი გაქვთ ძალიან ცუდია. მაშინ საერთოდ ვერ შეგიცნიათ თქვენ ახალი ხელისუფლება თუ ამის ეჭვი გაგაჩნიათ. არ არსებობს მსგავსი წარმოუდგენელია მსგავსი რომ დღევანდელმა პროკურატურამ ან შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი კადრები გადაიღოს და მაგაზე იმუშაოს. გარწმუნებთ ამაში რომ გამორიცხულია ეს ყველაფერი. ეს ხელწერა ვისაც ჰქონდა თქვენ ძალიან კარგად იცით. ის არქივიც ვისი შექმნილია თქვენ ძალიან კარგად იცით. ესეც ახლა ეს არქივი რომ რა თქმა უნდა, მაგაზე ჩვენ მქონდა თუ მიაქციეთ ყურადღება, კონფერენცია მქონდა რამდენიმე საათიანი თბილისში. მიაქციეთ ყურადღება? ხო, ჩქარობთ იქ მინდა სწრაფად გამანადგუროთ, მაგას აქვს თავისი პროცედურა. მე დავპირდი რომ დავაჩქარებ რაც შეიძლება, მაგრამ რამდენადაც გამოძიება მიდის და ეს მასალები საჭიროა გამოძიებისთვის კიდევ და ამიტომ, მაგრამ თავარი ეს არა. ნუ გონია თქვენ რომ ეს ერთადერთია და ერთადერთი ასლი არსებობს დღეს პროკურატურაში. ამის გადამღებები ვინც სამსახური დატოვა და შეიცვალა თქვა. რატომ არ გაქვთ თქვა ეჭვი დიდი იმისა რომ მათ ეს ასლები გააჩნიათ და ის რაც გაჩნდა თქვა ინტერნეტ სივრცეში. წარმოუდგენელია რომ ეს გელა ხვედილიძეს ან შალვა ნაცვლიშვილს გაერთიანებინოს. რომ ახლა ეს თუ ამის ეჭვები გაქვთ აღუპულია ეს ხელისუფლება და საერთოდ საზოგადოებას მაშინ ანალიზის უნარი არ ქონია. ეს რო წარმოდგენ ამას ვინც ამზადებდა მათ რა თქმა უნდა დიდი ალბათობით გააჩნიათ ასლები და ის რომ ახლა ის ადამიანი ეტყობა რომ ძალიან გაჭირებულია ახლა მე მოვისმინე გუშინ ტელევიზორში და ძალიან შემეცოდა ძალიან დიდი სიბრალიზნობა გამიჩნდა. მე არ მინახავს ის კადრები, მაგრამ მე ამიხსნეს რომ როგორი კადრებიც იყო დაახლოებით. მაგის ხელწერა თქვენ კარგად იცით, ვინც დააფუძნა, ვინც აკეთებდა და ეს ძალიან გავს. გავრცელებაც ძალიან გავს მათსაც, მაგრამ ისე გამოძიება უნდა დაადგინოს რა თქმა უნდა საბოლოოდ. და ბოლო კითხავი და ასევე პატრიარქის ინიციატივა. დემოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებით, პატრიარქოს საფრთხე ეპისკოპოსი ამასთან დაკავშირებით ისაუბრა, დააბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით გააკეთა იყო საუბარი. ინიციატივა გააჟღერა საპატრიარქო. თუ ითება საკანონმდებლო ბაზა თუ შეიქმნება თქვენი დამოკიდებულება როგორი იქნება? ხო, საკანონმდებლო ბაზას ერთი კაცი არ განსაზღვრავს და მე თან შევიკავებდი დღეს ანალიზისგან. ამაზე ალბათ მეც ჩავერევი და მეც მიმჯერებ ერთ-ერთი ვიქნები მე და არა ერთადერთი. რაც შეეხება საერთოდ დემოგრაფიულ პრობლემებს, რა თქმა უნდა, პატრიარქი სწორედ აქცევს ამას ყურადღებას. მარტო ეს საკითხი არ არის დემოგრაფიული პრობლემის გადამწყვეტი. დემოგრაფიული პრობლემაც პირველ რიგში ჭირდება ის, რასაც მე მოდამ გავიძახი. ეკონომიკის აღორძინება უნდა მოხდეს, ოჯახის მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
მეტი საშუალება უნდა გქონდეს, უკეთ უნდა ეცხოვრებოდეს. და ამაზე სახელმწიფო უნდა იზრუნოს. კიდევ ბევრი სხვა შემადგენელი ნაწილებიც აქვს, მაგრამ მე მგონი რომ ძირითადი განსაზღვრელია შემოსავალი ოჯახის და პირობები. რამე თუ საზოგადოება ვითარდება, გაიხსნა საზღვრები, ევროპა ვიცით როგორია, ის გარჩაკეტილი ცხოვრება, რაც ადრე იყო, თქვა და არ უყურებდნენ გვერდზე რა ხდებოდა და მაინც ახერხებდნენ გამავლებას, ესე აღარაა მარტივად ეხლა აიცია გემოვნება მაღლა და შესაბამისი დაკმაყოფილების გზებიც უნდა მოვძებნოთ. და დემოგრაფიული პრობლემა საერთოდ ერთ-ერთი ძირითადი და დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნის და ამაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ და ჩვენ ხელისუფლებას გეგმაზომიერად ისმენებს ამ საკითხებს. ერთის და დავასრულოთ, აბა თქვენ მზადეთ ასე. თქვენი ეკონომიკური ჩაველის გვარმა კიდევ აი კვერცხების ბიზნესთან დაკავშირებით გაიჟღერა და თქვენი რეაქცია როგორი იქნება? ხუხაშვილზე. მე ძალიან მაინტერესებს უფრო თქვენი, რამდენად თქვენ გრძნობთ რა ხდება მთავრობაში. აი რამდენად თქვენ გრძნობთ რომ ესეთი კითხვები და ესეთი თქვათ კრიტიკა რამდენად ობიექტურია. მომხრეებიდან მოდის აი იგი. ვინ არის ჩემი? აი იგივე ფარესიშვილიდან წამოვიდა ეს ვინც ოცნების ხარდაჭერილი. ეხლა ესეთი კომბინაციები მე ჩემი აზრით ეს კომბინაცია. თუმცა რა თქმა უნდა გამოძიება თქვენ სწორედ ძალიან გამოძიება უნდა დაადგინეს საბოლოო ჯამში, მაგრამ თქვენ ჟურნალისტებმა თქვენი ანალიზი ხომ უნდა გააკეთოთ ეს ვის ინტერესში შედის ეს. როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა თქვენ რომ ეხლაც დამისვა გოგელიამ შეკითხა რომ აი იგივე ხუხაშვილზე ბიზნესის კოორდინაციაში. მე იმას დავუშვებ რომ გვერდით კაცი გავიჩერო რომ ბიზნესის დაღაჭაღება და კოორდინაცია და წილებში ჩაჯდეს როგორ წარმოგიდგენიათ ეს. ჯერ მე როგორ დავუშვებ ამას და მე თვითონ ხუხაშვილია ძალიან პრინციპული, ძალიან წესიერი კაცი. თვითონ არიკადრებს ჩემს გარეშეც. უაღრესად წესიერი კაცი და პატრიოტია ჩვენი ქვეყნის. და ძალიან მაგრად მეხმარება, მაგრამ მაგ საკითხებში, კერძო საკითხებში და არა ყველაფერში, რასაც ავრცელებენ რომ ლამის ხუხაშვილი მართავს. მე ვერავინ ვერ მართავს. მე თვითონ მართავ მთავრობას დღეს და მე მაქვს მაგის უნარი გაწონებთ ამაში და ნუ გაქვთ ნუ იჯერებთ ესეთ ეჭვებს და ნუ ნიშნავს იმათ. დიდი მადლობა. კარგად. შეგვიძლია. ეს არის ძალიან ძველი ტრადიცია. გარდა იმისა, რომ ტრადიცია ეს არის ლანჩხუთის ბრენდი, რამდენიმე ბრენდი აქვს ლანჩხუთს და ერთი ეს არის, ნუ თუ არ ჩავთვლით ასევე გუნდგურიას, რომელიც ახლა უკვე ფაქტობრივად გადავიდა უმაღლეს ლიგაში. ეს ჩვენ თაობაში არ დაწყებულა, რასაც ლელო ქვია, დაიწყო ძალიან დიდი ხნის უკან და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე ლამაზად და ასე მშვიდად და ასე მშვიდად გულისხმობ უომრად, თორე ომის მეტი რა ლელოში. გაგრძელდება იქამდე, სანამ გურია იარსებობს. დიდი მადლობა ამირან გიგინეიშვილი ლანჩხუთი. ზეიმია, ასე ვთქვათ, სპორტული შეჯიბრება ლელო და მართლაც ძალიან მოხარული ვართ, რომ პირველად ახალი პრემიერ-მინისტრი დაესწრო ამ დღესასწაულს და ხალხიც მაყოფილია, რომ ეგეთი რამე მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ეს ტრადიცია მარტო ლანჩხუთს და შუხუთს კი არ ეკუთვნის, ეს გურიის ტრადიცია და გურულევის ტრადიცია და ძალიან მოხარული ვარ კიდევ ერთხელ, ამდენი სტუმარია ჩამოსული, სხვათა შორის უკრაინელები ვნახეთ, ძალიან ბევრი ჩამოსულებია, ბელარუსია, პოლონელები, კორეელები და რა ვიცი, ძალიან კარგია, რომ ეგეთი ღონისძიება ტარდება და რა ვიცი, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ესეთი ღონისძიებები გაგრძელდეს და მომავალ წელს უფრო უკეთესი იყოს და უფრო მომხიბვლელი იყოს. დიდი მადლობა ზაზა ურუშაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის